სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ Warren Wiersbe-ის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას, ჩვენ დაუბრუნდებით და მივყვებით ახლა ახალ თქმას რომ დავამთავროთ, ძალიან ცოტა დაგვრჩა, რათა მე შევკრათ და წიგნად გამოვცეთ ეს. ამიტომ ჩვენ ძველ აღთქმას ცოტა ხანი თავს შევიკავით, იმიტომ რომ იქ კიდევ ბევრი 50 თავიანია დაბადების წიგნი, ხოლო ეს კიდევ უკვე მთავრდება და გადავწყვიტე რომ ცალ-ცალკე გამოვცეთ ეს წიგნი და PDF ფაილი, რომელიც თხოვა ბატონმა მირზა ბადიაურმა თავის ვებგვერდზე, მე მასაც მივაწოდო და დადებს თავის გვერდზე. ასე რომ ჩვენ ვაგრძელებთ მათეს სახარებას, ნაწილ მე 24-ზე ვართ, სადაც განხილული იქნება მათეს 26-ე თავის, 57 ჩვენ 56 მუხლზე გავჩერდით და ამას ქვია მეფის სასამართლო და გაგრძელდება 27 თავის 26-ე მუხლამდე. ესე გაყო, იმიტომ რომ თვითონ ეს დაყოფა, ბიბლიის დაყოფა, როდესაც მოხდა, შეიძლება არ იყო ისე კარგად დაყოფილი, როგორც უნდა დაყოფილიყო თემატობრივად. და ნახეთ კომენტატორები ბევრი ესე აკეთებენ, ჯონ მაკარტურის ესე აკეთებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში, როცა ჩერდება, ამიტომ ახალი თემა იხსნება და იქიდან უფრო უპრიანი არის შემდეგ განმარტება, იმიტომ რომ ორიგინალში არც ძველია თქმა, არც ახალია თქმა, მუხლება და თავება არ იყო დაყოფილი. ასე რომ ახლა მოусმინოთ ჩვენ წავიკითხოთ ეს ადგილი და მერე მივყვეთ კომენტარებს. მათეს სახარება 26-ე თავი 57-ე მუხლიდან. გასვოთ 46-ე, მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ რომ ახსულდეს წინასწარმეტყველთა წერილები, მაშინ ყველა მოწაფე მიატოვა იგი და გაიქცა. გასვოთ ხო გეციმანის ბაღში იესო შეიპყრეს და ეხლა იწყება. იესოს შემყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც წიგნობრებსა და უხუცესებს მოეყარა თავი, ხოლო პეტრე მოშორებით მიხვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე. შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული. მღვდელმთავარი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილი დაესაჯათ იგი. და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა და ბოლოს მოვიდნენ ორნი და თქვეს, ეს ამბობდა, შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და 3 დღეში ავაშენო. მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას, არაფერს უპასუხებ, რასაც მოწმობენ ეს კაცები შენს წინააღმდეგ? იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას, ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გითხარი, შენ ახარ ქრისტე, ძე ღმერთისა? უთხრა იესომ, შენ თქვი. მაგრამ მეგეუნებით, ამიერიდან იხილავ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს. მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა, მან გმო, რაღაც გვინდა მოწმენი. აჰა, ახლა გაიგონებთ გმობა. რას ფიქრობთ? ხოლო მათ მიიგეს და უთხრეს, სიკვდილის ღირსია. მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, ზოგიერთმა კი სილას აწნავდნენ. და ეუბნებოდნენ, გვიწინასწარმეტყველე ქრისტე, ვინ დაგარტყა? პეტრე კი გარეთ ეზოში იჯდა. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა, შენც იესო გალილეველთან იყავი. მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა, არ ვიცი რას ლაპარაკობ. კარიბჭიდან რომ გამოდიოდა მეორე მხევალმა დაინახა და იქ ყოფთ უთხრა, ესეც იესო ნაზარეველთან იყო. მან კვლავ უარყო ფიცით, ამ კაცს არ ვიცნობო. ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს, ნამდვილად შენც ერთი იმადგანი ხარ, რადგან შენივე კილო გამხილებს. მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი, არ ვიცნობ იმ კაცო. ამ დროს იყივლა მამალმა და გაახსენა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა, სანამ მამალი იყივლებდეს, 3-ჯერ უანყოფო. გამოვიდა გარეთ და წარეთ ატირდა. 27-ში გადავდივარ ჩვენ. გათენებისას ყველა მღვდელმთავარმა და ხალხის უხუცესმა მჭობა გამართა იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი. შებოჭეს, წაიყვანეს და გადასცეს გამგებელ პილატეს. როცა დაინახა იუდამ იესოს გამცემა, რომ ჟავრი დადეს, ინადა და მღვდელმთავრებსა და უხუცესებს 30 ვერცხლი უკან მიუბრუნა. უთხრა, შევწოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი. მათ კი უთხრეს, ჩვენ რა, შენიცი. ვერცხლი ტაძარში დაყარა, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. მღვდელმთავრებმა აიღეს ვერცხლი და თქვეს, არ შეიძლება ამის საგანძურში დადება, რადგან სისხლის საფასურია. მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა სასაფლაოდ. ამის გამო იმ მინდორს დღემდე სისხლის მინდორი ეწოდება. მაშინ ახსულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა, აიღეს 30 ვერცხლი საფასი შეფასებულისა ისრაელის ძეთა მიერ და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მეუფალმა. იესო კი გამგებლის წინაშე წარსდგა. კითხა მას გამგებელმა, შენ ახარ იუდაველთა მეფე? იესომ უპასუხა, შენ ამბობ. როცა მას მღვდელმთავარნი და უხუცესი ბრალსდებდნენ, ის არაფერს პასუხობდა. მაშინ უთხრა მას პილატემ, არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ? არც ერთ სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, რამაც ძალიან გააკვირვა გამგებელი. დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდათ გამგებელს ხალხს
უთავისუფლდება ხოლმე ერთ პატიმას, რომელსაც მოისურვებდნენ. სწორედ მაშინ ბარაბად წოდებული ცნობილი ტუსაღი ჰყავდათ. თავი რომ მოიყარეს უთხრა მათ პილატემ: ვინ გსურთ რომ გაგითავისუფლოთ, ბარაბა თუ იესო, ქრისტე წოდებული? ვინაიდან იცოდა რომ შურით გადასცეს იგი. სამჟაროს ტახტზე რომ იჯდა, ცოლმა შეუთვალა: არაფერი დაუშაო მაგ მართალს, ვინაიდან ბევრი ვიტანჯე დღეს სიზმრად მაგის გამო. მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა კი დაარწმუნეს ხალხი რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ. ამიტომაც როცა იკითხა გამგებელმა ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლო და უპასუხეს ბარაბაო, უთხრა მათ პილატემ: იესოს რაღა უღო, ქრისტე წოდებულს. ყველამ თქვა: ჯვარცმული იქნეს, ხოლო მან თქვა: რა ბოროტება ჩაუდენია, მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად აღვირდნენ: ჯვარცმული იქნეს. როცა დაინახა პილატე რომ ვერაფერს შველოდა, შფოთი კი მატულობდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან, თქვენ იცით. და მთელმა ხალხმა მიუგო პასუხად: ჩვენზე და ჩვენ შვილებზე იყოს მაგის სისხლი. მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარცმულიყო. გამგებლის ჯარისკაცებმა სამჟავროში წაიყვანეს იესო, გარს მთელი რაზმი შემოეხვია. ტანთ გახადეს და მეწამული მოსასხამი მოასხეს. და აქ ჩერდებით ჩვენ 26-ე მუხლზე გაჩერდა, ესე იგი, მათ გაუთავისუფლა ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა გადასცა ჯვარცმული. აი აქ გაჩერდა უკვე ეს ნაწილი, რომელიც მეფის სასამართლო დაარქვა. შემდეგ უკვე ჯვარცმობდის და კიდევ ორი დაგვრჩება, მე მგონი თუ არ მეშლება ნაწილი. ესე იწყებს ვორენ ვირსი ამის კომენტირებას. ეხლა მე ერთი ის მინდა თუ უბრალოდ ჩემ გაგაცნოთ, რომ ვორენ ვირსის მეთოდი განსხვავდება ჯონ მაკარტურის მეთოდისაგან. ჯონ მაკარტური ეწევა წმინდა ექსპოზიციას და დეტალურად გვიხსნის სიტყვასიტყვით ბიბლიას. ამ კომენტარებში კი ბატონი გვაძლევს ინფორმაციებსაც, ასევე სხვადასხვა ადამიანების შეხედულებებსაც, მაგრამ ერთ-ერთი მისთვის დამახასიათებელი აპლიკაციური მეთოდი. აპლიკაცია ნიშნავს, როცა შენ თავზე და ჩვენც მოგმართავს უკვე კომენტატორი. თავის თავსაც იმაშვება და ჩვენც მოგმართავს, რათა ჩვენ დაფიქრდეთ და ეს მუხლი ჩვენზე გავიყარეთ. ჯონ მაკარტური ამას თავს არიდებს ხოლმე, რომ თვითონ მოახდინოს ადამიანმა აპლიკაცია. გესმით, ექსპოზიციას ისე აკეთებს, რომ შენ თვითონ უკვე ავტომატურად იწყებ აპლიკაცია შენ თავზე. ესეც უბრალოდ ცნობისათვის მინდა და მეთოდი როგორი არის ამ პიროვნების და თანაც ეს კომპაქტური არის ძალიან. როცა ჯონ მაკარტურის იცით, ამას ტომები აქვს დაწერილი და ძალიან დიდი თავები მიუძღვნა, თუნდაც ახალი აღთქმის წიგნებს. დიდი თავები. ეს უფრო კომპაქტურად არის, რათა ორ ტომეულში ჩატეულიყო. და ადამიანი როცა ამას წაიკითხავს, თუნდაც ვერნონ მაგის კურსს გაივლის 5 წლიან კურსს ბიბლიის შესწავლისას, მე უფრო დეტალურად სიღრმეებში თუ აინტერესებს, უკვე გადადიან ყველაზე დეტალურ ექსპოზიციას ეწევა ჯონ მაკარტური. მასე ახლა მეთი ჰენრისაც დაახლოებით ესე აქვს, კომპაქტურად გაკეთებული, ეს უკვე უფრო ადრეული ქადაგებელი არის და სხვა კომენტატორებიც. მაგრამ აი არიან კომენტატორები, რომ დიდი ბევრი მიუძღვნეს მაგას. ზოგს 20 წელიც დაჭირდა თუ არ მეშლება ზოგ სახარების ზოგი იმების განხილვას. თუ არ მეშლება ახლა მე ზუსტად და ესენი ყველაფერი შეიკრა და ტომეულებად გამოიცა ჯონ მაკარტურის მიერ. აი ახლა მოდი გავეცროთ ამ კომენტატორებს. მას შემდეგ რაც იესო დააპატიმრეს, ის წაიყვანეს ანას სახლში, ყოფილი ღვთელმთავრის, რომელიც იყო კაიაფას სიმავრი, ღვთელმთავრის და ამას გადმოცემს უკვე იონეს სახარება. აი აქაც, როგორც გითხარით, ვნების კვირა, ჯვარცმის ეს აღწერილობა, ხო? აუცილებლად საჭირო არის სხვა დამხმარე სახარებები. ჩვენ იმიტომ მარტო მათეს განვიხილავთ და აქ მე მარტო მუხლები არის ნახსენები. ამიტომ თქვენ თუ გინდათ რომ დეტალურად შეკრათ ეს სიუჟეტი, უნდა იმას აქვთ, იმიტომ ფილმებიდან მარტო ფილმებს აღებული აქვს მაგალითად ერთი მათეს სახარებიდან, ლუკას სახარებიდან იცით, ხო? და ვერ გვაძლევენ მთლიანად სურათს. როცა ეს სინოპტიკური და ჰარმონია ბიბლიის, ხო? ყველანაირად ჩვენ გვაძლევს მთლიან წარმოდგენას და ერთმანეთს ავსებენ ისინი. ხედავთ, აი ახლა ამას რომ ეს ანა იყო, ამას იონე გვეუბნება. ანა გამჭრიახი პოლიტიკოსი იყო, ერთგვარი ნათლია იყო ტაძარში გოდფადერს რო უძახიან, ხო? შემდეგ იესო წაიყვანეს კაიაფასთან და დილით სინედრიონის კრებაზე. მათით გადასცეს პილატეს, რომელმაც სცადა მისი ჰეროდეს იურისდიქციაში აქშია. მოქცევა ამას უკვე ლუკა გადმოგცემს, აქ არ არის, მაგრამ ჰეროდე ის უკან დააბრუნა პილატესთან. ხედავთ რა კაია რომ იოანე, ლუკა, მარკოზი შევავსოთ ეს ყველანაირად. ეს იყო მოკლე მონახაზი ამ პერიოდის, ეხლა გადავდივარ დეტალურზე. მათე ყურადღებას ამახვილებს 4 ადამიანზე.
რომლებიც მონაწილეობდნენ უფლის განსაცდელსა და ტანჯვაში. პირველი არის კაიაფა. ესე იგი მღვდელმთავარი და ანაზე არაფერი არ ნათქვამი აქ მათეში. მაგრამ ჩვენ ხო ვითართ იოანეში ვკითხულობთ, რომ ის სიმამრე იყო. ძველი აღთქმის კანონის თანახმად მღვდელმთავარს უნდა ემსახურა სიკვდილამდე. ასე მოსეს რჯულში ესე დაუტევა არონს. მაგრამ როდესაც რომაელებმა ისრაელის ერი დაიპყრეს, მათ უმაღლეს სამღვდელობას დანიშნულ თანამდებობად აქციეს. ამ გზით მათ შეეძლოთ დარწმუნებულიყონ, რომ ეყოლებოდათ ერთგული რელიგიური ლიდერი, რომელიც ითანამშრომლობდა მათ პოლიტიკასთან. აი ამას რო კითხულობდი, გამახსენდა ილია მეორე. ნახეთ რა, როგორ არის თუნდაც გარეგინი სასომხეთში, რომ რუსეთმა იმპერიამ როგორ იმასაქნა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს ფიგურა, რომ უნდა ყოფილიყო იმპერიის მორჩილებაში. ხედავთ რელიგიას როგორ იციან, რომ იმპერიები როცა მართავენ, იციან, რომ რელიგიით იმართება ზოგიერთი ჯოგი ერები და საქართველოს არ არის მაგის გამონაკლისი და როდის გათვალეს, რომ საბჭოთა კავშირში ნახეთ დააყენეს და ეხლაც გამოადგათ მათ ეს ილია მეორე. ანა მღვდელმთავარი მსახურობდა ჩვენი წელთაღრიცხვით 6-დან 15 წლებში. უმაღლეს მღვდელმთავარი და მისი 5 ვაჟი ასევე მისი სიძე კაიაფა. მას შემდეგ გავიდა. კაიაფა უმაღლეს მღვდელმთავარი იყო 18-დან 26 წლებში. ესე იგი იესოს გაკვრის დროს არის კაიაფა, დავიმახსოვროთ. მაგრამ ანა კვლავ რეალური ძალა იყო ტახტის უკან. იმიტომ რომ ორიგინალში გითხარით მოსეს რჯულის მიერ სიკვდილამდე იყოს. მაგრამ ეს იყო რაღაცა de facto და de iure, შეიძლება აქ იმას ვქნათ შემოვიტანოთ ეს ტერმინები, ხომ? და ლუკა გადმოგცეს ამას მესამე თავის მეორეში. ანაც და კაიაფაც სადუკევლები იყვნენ. აი ესეც არ ვიცი იცოდი თუ არა, ესე იგი ფარისევლები კი არა, სადუკევლები. რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ არ სწამდათ აღდგომის, სულების სამყაროსი, ან ძველი აღთქმის არც ერთი ნაწილის ავტორიტეტის გარდა მოსეს ხუთწიგნეულისა. იცით ხომ? ნახეთ, ესე იგი სადუკევლები როგორ განსხვავდებოდნენ ფარისევლებისაგან. სწორედ ასეთი უმაღლესი მღვდელთა ოჯახი მართავდა ტაძრის საქმეს, რომელიც იესომ ორჯერ დაარბია. იცით ხომ, იესოს მიერ დარბევა არის ორჯერ. იოანე მეორე თავში გვაწვდის და მერე ჩვენ წავიკითხეთ მათეს სახარებაში ესეც ხომ? თავის სახურების ბოლოს აკეთებს კიდე. ორჯერ არის ბიბლიაში ეს მოხსენიებული და არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში, როცა შევიდა შოლტით გამოდევნა მევაჭრები ფულებით. რა თქმა უნდა, ეს კაცები ყველაზე ბედნიერები იყვნენ, რომ ხელი აღმართეს ტერზე. წარმოგიდგენიათ, ახლა იესო ემუქრებოდა მათ ბიზნესს და აქედანაც გამომდინარე, მათ გაუხარდათ რა, როდესაც იესო დაატყვევეს. ძალიან მაგარ ფულს აკეთებდნენ, ჩვენ ამაზე ადრე ილაპარაკა, გადაცვლა ფულის როგორ ხდებოდა, რომ საღი უნდა ყოფილიყო ცხოველები და მათ ვერავინ ვერ მიიყვანდა თავისას, იქ უნდა იყიდათ და ცეცხლის ფასად ყიდნენ, იცით, განსაკუთრებით პასექის დროს. კაიაფამ უკვე ნათლად განაცხადა, რომ აპირებდა იესოს ხვრელპად შეწირვას ერის გადასარჩენად. ამასაც იოანეს სახარება მე-11 თავში გადმოგცეს, როცა ფარისევლები შეიკრიბებიან და იქ მღვდელმთავარი ამ აზრით გამოვა, რათა არ დაიმონოს რომის იმპერიამ და ჯობია ერთი შეეწიროს. აი აქაც ნახეთ გამოგვადგა იოანეს სახარება შესავსებად. მღვდელმთავარმა სასწრაფოდ შეკრიბა სინედრიონი, რომელიც შედგებოდა მღვდელმთავრებისაგან, უხუცესებისა და მწიგნობრებისაგან. მარკოზის სახარება მე-14 თავი ამაზე გვიყვება. სანამ კაცები იკრიბებოდნენ, კაიაფა და მისი თანაშემწები ეძებდნენ მოწმეებს, რომლებიც პატიმრის წინააღმდეგ მისცემდნენ ჩვენებას. მათ უკვე დაადგინეს, რომ ის დამნაშავე იყო, მაგრამ სურდათ სასამართლო პროცესის მიერ მოხდარიყო ეს. რადგან ვერ იპოვეს პატიოსანი მოწმეები, რაც თავისთავად ადასტურებს, რომ ჩვენი უფალი უდანაშაულო იყო, ლიდერებმა მოაწყვეს ცრუ მოწმეების ჩვენება და დღეს მოკლედ სპექტაკლი. მოსეს კანონი კი აფრთხილებდა ცრუ მოწმეების წინააღმდეგ. ამას მეორე რჯულში ვკითხულობთ, რომ არ შეეძლოთ ცრუ მოწმეების გამოყვანა და 2-3 მოწმის მიერ უნდა დადასტურიყო ყველაფერი. მაგრამ რელიგიური ლიდერები მიუხედავად ამისა ამახიჯებდნენ ღვთის სიტყვას, რათა მიეღწია თავიანთი ეგოისტური მიზანი. ის რომ უკვე 2 მოწმე იყო, ასრულებდა უკვე კანონის მოთხოვნილებას, მაგრამ ის რომ ისინი განზრახით ყვებდნენ, ეს არ ღვევდა მას. ასევე კანონის სულისკვეთებას არ პასუხობდა. ამ მოწმეებმა მოიხსენიეს იესოს განცხადება, რომელიც მან თავისი მსახურების დასაწყისში გააკეთა. დაანგრიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში აღვადგენ მე. გახსოვთ, ამას უკვე იოანეს სახარებაში მეორე თავში ვკითხულობთ ჩვენ, როდესაც ტაძრიდან გამოყრის ამ მევაჭრეებს იესო და როცა შეეკითხებია, რომ რა ავტორიტეტით აკეთებს ამასო. ტაძრის წინააღმდეგ საუბარი სერიოზული საკითხი იყო, სწორედ ამ ბრალდებამ გამოიწვია სტეფანეს სიკვდილი. მოციქულთა საქმეები 6 და მერე მე-7-შიც გადადის. როდესაც ამ ბრალდებას აცხადებდნენ, იესო მაშინ დუმდა. ეს იყო ესაიას
53 თავის მე-7 მუხლის შესრულება. შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე. ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიყავ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს პარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე. იესოს არ შეეძლო იმის უარყოფა, რომ სწორედ მან გააკეთა ეს განცხადება და მაინც არ შეეძლო ამ განცხადების სულიერი მნიშვნელობის ახსნა ამ ქვეყნის აზროვნების მქონე ადამიანების ამ ჯგუფისათვის. მტრების მიმართ თავისი დამოკიდებულებით იესო მაგალითი მოგცა. ამას პირველ პეტრეში ჩვენ მეორე თავში ვკითხულობთ. როდესაც კაიაფამ დაინახა, რომ ცრუ ბრალდებები არადანაშაულდა იესოს, მან სხვა მიდგომა აირჩია. ამიტომ იესოსთან მიდის და იესოს უნდა რომ დააფიცოს. ჩვენს დროში, როდესაც განმეორებით ჩვენ ხშირად ვიფიცებით ხოლმე და ფიც აღარა აქვს აზრი, ხო და ჭეშმარიტების უმართ უყურადღებოთ რჩებით, ნებისმიერი ადამიანი ზოგი იგინება კიდევაც იცით, ხო, ქართულ რეალობაში და ასე აქაც დასავლურ რეალობაში სხვადასხვანაირია. ჩვენ ვერანაირად ვერ ვაფასებთ იმ მნიშვნელობას, რა მნიშვნელობაც ჰქონდა ფიც იმ დროს, როცა ებრაელები ამას აკეთებდნენ. ეს რა თქმა უნდა მათი კანონის თანახმად იყო გამოსვლის წინში, მოსეს ეუნება ღმერთი მე-20 თავის მე-7-ში, ლევიტელთა მე-19 თავში, რიცხვდა 30 თავში და ამას ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა. კაიაფამ იცოდა, რომ იესო აცხადებდა, რომ ღვთისძე იყო, ამას ჩვენ იოანეს სახარებაში კითხულობთ, როცა იესო ამბობს მე-10 თავში, ამიტომ მან დააფიცა იესო, რომ ამის შესახებ ეთქვა. ჭკვიანმა მღვდელმა იცოდა, რომ იესოს არ შეეძლო პასუხის თავიდან აცილება და კიდევ დუმილის გაგრძელება. იესომაც დაადასტურა, რომ ის ღვთისძე იყო და თქვა, მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას, არაფერს უპასუხებ, რას მოწმობენ ეს კაცები შენ წინააღმდეგ? იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას, ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გითხარი შენ ახარ ქრისტეზე ღმერთისა? უთხრა იესომ, შენ თქვი, მაგრამ მე გეუბნებით, ამ იერიდან იხილავ ძე კაცისას ძალის მარჯვნივ ჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს. მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა, მან გმო, რაღად გვინდა მოწამენი? და ჰა, ახლა გაიგონეთ გმობა. ასე რომ მან იესომ საკუთარ თავზე გამოიყენა 109 ფსალმუნი და დანიელის მე-7 თავი, რომლებიც ორივე მესიანური მონაკვეთია. მე წაგიკითხავთ ამ თავებს. უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენ სტრებს შენ ფეხქვეშ არ დავამხო. და მე-13 მე-7 თავიდან დანიელის. და ვხედავ ღამის ხილვაში, აჰა, ცაში ღრუბლებზე მოდის კაცის ძის მსგავსი. მივიდა დღეთა უძველესთან და წარდგენილი იქნა მის წინაშე. ამ ორ ციტატაში იესო მიწინასწარმეტყველა მისი აღდგომა და ამაღლება და ასევე დიდებით დაბრუნება დედამიწაზე. ეს კი ნიშნავდა ხსნას მათთვის, ვინც მას მიენდობა, მაგრამ კაიაფასთვის, მღვდელმთავრისთვის, ეს ნიშნავდა მის გმობას. მტკიცებულების გათვალისწინების გარეშე კაიაფამ გამოაცხადა განაჩენი. იესოს მიმართ მოპყრობა განაჩენის გამოტანის შემდეგ ნამდვილად უკანონო და არაადამიანური იყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ღვთლის გულის ბოროტებას ავლენდა. ამავე დროულად მან აღასრულა მესიანური წინასწარმეტყველება ესაიას წიგნიდან 50 თავიდან. მე-5 მუხლი. უფალმა ღმერთმა გამიხსნა ყური და არ შევწინააღმდეგები ვარ. ზურგი არ შემიქცევია მისთვის. ზურგი ჩემს მცემელთ მივეცი და ლოყები წვერების მგლეჯელთ. არ დამიფარავს პირსახე დამცირებისგან და ფურთხისაგან, მაგრამ მეხმარება უფალი ღმერთი, ამიტომაც არ ვიჩაგრები, სახე გავიკაჟე, ვიცი რომ არ დავრჩები შერცხვენილი. შემდეგი პიროვნება, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ეს არის პეტრე. პეტრე ზოგიერთი ბიბლიის სტუდენტები აკრიტიკებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის შორიდან მიყვებოდა და უთვალთვალებდა იესოს თუ რას უზავდნენ. მაგრამ ეს მისი მთავარი შეცდომა არ იყო. მისი მთავარი შეცდომა იყო, რომ ის საერთოდ არ უნდა გაყოლოდა მას. არამედ ის უნდა გასვლოდა იქაურობას და მოციქულებთან ერთად გალილეაში დალოდებოდა აღმდგარ იესოს. იესომ გააფრთხილა პეტრე, რომ უარყოფდა მას. იესომ ასევე მოიყვანა ზაქარიას მე-13 თავის მე-7-დან ციტატა, სადაც ნათქვამია, რომ ცხვრები გაიფანტებიან და ბოლოს იესომ პირდაპირ უბრძანა მოწაფეებს არ გაჰყოლოდნენ მას. გაუშვით ესენი თავის გზაზე. გახსოვთ იოანეს სახარებაში მე-18 თავში, როცა შეიპყრობენ იესოს, ამას ეუბნება. პეტრეს რომ შეესმინა ეს სიტყვა და დამორჩილებოდა, ის არასოდეს დამარცხებდა და უარყოფდა მის უფალს. ასეთი დამამცირებელი გზით. მოციქულ იოანეც ამ წარუმატებლობის ნაწილი იყო, რადგან ის პეტრეს გაყვა და ორივეს მღვდელმთავარში სახლში შეაშვებინა თავი. ამას იოანეს სახარებაში ვკითხულობთ, რომელსაც თვითონ წერს იოანე, რომელიც დაეხმარა, ხო, ის იცნობდა მღვდელმთავრის იქ მსახურებს და შეიყვანა იქ.
იესომ გააფრთხილა ისინი, რომ ხიზლად ყოფილიყვნენ და ელოცათ, რათა არ ჩავარდნილიყო ცდუნებაში. გახსოვთ მათეს სახარების 26 თავის 51-ში, როდესაც ლოცულობს იესო ეს უთხრა. მაგრამ ისინი წავიდნენ და ჩაეძინათ. შედეგად ისინი ცდუნებაში ჩავარდნენ, ხოლო პეტრე კი დაეცა. პეტრეს მიერ ქრისტეს უარყოფა წარუმატებლობის სერიის კულმინაცია იყო. როდესაც უფალმა პირველად გააფრთხილა პეტრე, რომ სატანა გამოსცდა, პეტრემ დაადასტურა თავის წევნა და უფლისადმი ერთგულების უნარი. სიამაყით პეტრე ღვთის სიტყვას ეკამათებოდა. მან გაბედა კიდეც შეედარებინა თავის სახე მოწაფეებთან, შედარებინა თავისი თავის სხვა მოწაფეებთან და დაადასტურა, თუმცა ისინი შეიძლება დაეცნენ, ის მაინც ერთგული დარჩებოდა იესოსზე. ის ფაქტი, რომ პეტრე ტრის ცეცხლთან იდგა და თავს ითბობდა, მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დამარცხდა იგი. უარყოფა კიდევ უფრო დამამცირებელი იყო, რადგან ორი დამკითხავი მოახლე იყო. მესამე გამოწვევა კაცისგან მოდიოდა, ერთ-ერთი გამვლელისაგან, მაგრამ პეტრემ მაინც ისევ შეშინდა და უარყო იესო. ეს კაცი კი მალქუსის ნათესავი იყო, კაცი, რომელიც პეტრემ დაჭრა, ყური ჩამოაჭრა. ამასაც იოანე გვივსებს მე-18 თავში. იოანეს სახარება მე-18 თავში 26 მუხლში. ამიტომ პეტრეს იმპულსური საქციელი მას შემდეგაც დაეწია, რაც იესომ ეს ზიანი გამოასწორა. მარკოზის მიერ ამ მოვლენის შესახებ მოთხრობილი ჩანაწერი მიუთითებს, რომ მამალი ორჯერ იყილებდა. მარკოზი 14:30. მესამე უარყოფის შემდეგ მამალმა მეორედ იყილა. ამასაც მარკოზი გადმოგცემს 14:72-ში. ეს ნიშნავს, რომ მამლის პირველი ყივილი პეტრესთვის გაფრთხილება უნდა ყოფილიყო და მას დაუყოვნებლი უნდა მიეტოვებინა ეგ ადგილი. მესამე უარყოფამ და მეორე მამლის ყივილმა გამოცდის კულმინაციას მიაღწია და პეტრემ ვერ შეძლო გამკლავებოდა ამ შის. მამლის ყივილმა პეტრეს იესოს სიტყვები გაახსენა. პეტროს რომ ხსომებოდა და დამორჩილა უფლის სიტყვას, ის არასოდეს ვიმეორებ ჩავარდებოდა ასეთ სოდვაში და უარყოფდა თავის უფალს. სწორედ ამ დროს იესო შებრუნდა და პეტრეს შეხედა. ამას უკვე ლუკას სახარება ავსებს 22 თავში 61 მუხლში და სიყვარულით სავსე მზერამ მოციქულის გული დაალბო. დაწყვიტა, პეტრე გამოვიდა და მწარე დატირდა. აღდგომის შემდეგ იესო პირადად შეხვდა პეტრეს და დააბრუნა იგი თავის მოწაფეობაში. მარკოზის 16:7, 1 კორინთელთა 15:5. ხოლო ბოლოს იესომ ის საჯაროდაც უკვე აღადგინა თავისუფლებებში. ამას უკვე იოანეს სახარების ბოლოს 21 თავში გვასვოთ იესო რომ მოდის და უკვე თევზებს იჭერენ. იესო ნაპირზე არის და სასწაულებრივად კიდევ ბევრ თევზს ამოიყვანენ და იქ უკვე არიგებს პეტრეს და აყენებს უკვე ისევ ლიდერად. პეტრემ რამდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწავლა ამ რთული გამოცდილების დროს. მან ისწავლა სიტყვისადმი ყურადღების მიქცევა, ხიზლად ყოფნა, ლოცვა და საკუთარ ძალებზე არ დაყრდნობა. შემდეგი ხასიათი არის იუდა. აი ეს ჩვენ წავიკითხეთ 27 თავის, ამ თავის მათეს სახარების 27 თავის პირველ და მეათე მუხლებშია მოცემული იუდას ისტორია. დილით იუდაელთა კრება ხელახლა შეიკრიბა და გამოაცხადა ოფიციალურ განაჩენი იესოს წინააღმდეგ, რათა ხალხს არ ეთქვა, რომ მათი ნაჩქარევად მოწვეული ღამის კრება უკანონო და არა ლეგიტიმური იყო. ახლა უკვე ყველა შეეძლო ამ კრებაზე დასწრება. სავარაუდოა, რომ ნიკოდემუსი და იესო არამათიელი აქ არ ესწრებოდნენ. თავი შეიკავეს ხმის მიცემისაგან. იოანეს სახარება 19:38-42. მაგრამ იუდევლებს არ ქონდათ სიკვდილის დაჯის უფლება მოსილება. ამასაც იოანეს სახარებაში ვკითხულობთ მე-18 თავში, 31 მუხლში. ამიტომ პატიმარი რომაელ პროკურორ პილატესთან წაიყვანეს. მხოლოდ მას შეეძლო პატიმრის სიკვდილით დასჯა. ამ ეტაპზე იუდა დაბრუნდა ადგილზე, ის შეესწრო იესოს ოფიციალურ სასამართლო პროცესს და განაჩენის გამოტანას და მიხვდა, რომ სიკვდილით იყო განწირული იესო. იუდას პასუხი სინანულითა და ნაღველით აივსო. ბერძნული სიტყვა, რომელიც მათეს სახარების ამ 27 თავის მესამე მუხლში წავიკითხეთ, ითარგმნება როგორც ინანა. მიუთითებს არა ცოდვის გამო მწუხარებას, რომელიც იწვევს აზროვნებისა და მოქმედების შეცვლას, შემოbrunებას 180 გრადუსით, არამედ ისეთ სინალუზე, რომელიც მაგალითად ადამიანს დაიჭერენ ღალატში ან ქურდობაში და რომელიც იწევს მერე სასოწარკვეთას. აი განსხვავება ასეთ სინალუს შორის. პეტრე მაგალითად ჭეშმარიტად მოინანია და ამიტომაც იესომ აღადგინა იგი, მაგრამ იუდამ არ მოინანია და ამან მიიყვანა იგი თვითმკვლელობამდე. იუდამ იესო მონის ფასად გაყიდა. გამოსულის წიგნის 21 თავში ეს ნახსენებია 32 მუხლში. თუ ყმას ან ხევალს
ურქენოს ხარმა მაშინ მიეცი მათ ბატონს 30 ვერცხლი ხარიკი ჩაიქოლოს მან კი სასოწარკვეთილო ფულის ტაძრის იატაკზე დააგდო და წავიდა. კანონი არ იძლეოდა უფლებას, რომ ასეთი დაბინძურებული ფული ტაძრის მისნებისათვის გამოეყენათ. ამას მეორე რჯულის 23 თავში კითხულობთ. ლიდერები ფრთხილად იცავდნენ კანონს, მაშინაც კი, როდესაც ისინი დამნაშავეები იყვნენ მის დარღვევაში. მათ ფული გამოიყენეს მეთუნის მინდვრის საყიდლად, სადაც გარდაცვლილ წარმართებს სათანადოდ დაკრძალავდნენ. მოციქულთა საქმეების პირველი თავის 18-19 ამ მოვლენების შესახებ ჩვენ გაგებას უფრო ამდიდრებს. იმ დღეებში აღდგა, მე წაგიკითხავთ ამ ადგილს. იმ დღეებში აღდგა პეტრე შეკლერების ძმებს შორის სულ 120-მდე კაცი იქნებოდა და თქვა: კაცნო და ძმანო, უნდა აღსრულებულიყო წერილი სულიწმინდა დავითის პირით წინასწარ რომ თქვა იუდაზე. იესოს შეპყრობილთ რომ წარუძღვა წინ. ვინაიდან იგი ჩვენ შორის იყო ჩარიცხული და წილი შეხვდა ამ მსახურებისა. ხოლო მან უმართლობის საზღაურით შეიძინა მიწა და ძირს რომ დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნელობა გადმოეყარა. ცნობილი გახდა ეს იერუსალიმის ყველა მკვიდრისათვის, ასე რომ მათ საკუთარ ენაზე იმ მიწას ხაკალ დამა, ანუ სისხლის მიწა ეწოდა. ვინაიდან წერია ფსალმუთა წიგნში, გატიალდეს მისი სახლკარი, ნუ იქნება მასში მკვდიდრი და მისი მსახურება სხვამ მიიღოს. იუდა მარტო წავიდა, თავის საშინელ დანაშაულზე ფიქრობდა და ბოლოს თავი ჩამოიხრჩო. როგორც ჩანს, მისი ცხედარი რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ იპოვეს, რადგან ის ალბათ შებერილი იყო და ნაწლავები გადმოეყარა. შესაძლოა ხის ტოტიც რომ გადატყდა, ამანაც ხელი შეუწყო. მოციქულთა საქმეების პირველი თავის 18 მუხში არის ნათქვამი, რომ იუდამ თავი მოიკლა იმ მინდორში, რომელიც მღვდლებმა ფულით იყიდეს. ეს ქმედება მიწას შებილწავდა და მღვდლები მას არასოდეს იყიდნენ. მათეს 27-ში ნათქვამია, რომ მღვდლებმა მინდორი იყიდეს. საქმეების პირველ 18-ში ნათქვამია, რომ იუდას მიერ იყო შეძენილი და ფული ამ შესაძენად გამოიყენეს. იუდას არ შეეძლო ამ ფულით მინდორის ყიდვა, რადგან მან ფული მღვდლებს დაუბრუნა. მღვდლებმა სასაფლაო სისხლის მინდორი უწოდეს, რადგან ის სისხლის ფულით იყო შეძენილი. იუდას თვითკვლევამ სახელი კიდევ უფრო სისხლი შემატა ამას, რადგან სწორედ მან შესწირა ფული. მაგრამ რატომ დაუკავშირა მათემ ეს მოვლენა იერემია წინასწარმეტყველებას, როდესაც ეს წინასწარმეტყველება ზაქარიას მე-11 თავში მოცემული? ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი ის არის, რომ მისი წინასწარმეტყველება წარმოთქვა იერემია. შენიშრა აქ 27:9-ში და ეს ებრაული ზეპირ ტრადიციის ნაწილი გახდა. მოგვიანებით კი ეს ზაქარიამ გაიმეორა და ჩაწერა. წინასწარმეტყველი იერემია ნამდვილად მონაწილეობდა მინდვრის შეძენაში, 32 თავში იერემიაში კითხულობთ ამას, ასევე მეთუნის სახლში, იერემიას მე-18 თავში კითხულობთ და ასევე სამარხის, იერემიას მე-19 თავში კითხულობთ. ამით შეძენაში იერემია მონაწილეობდა. და სრულიად ის არის, რა ქვია, რომ მათი არ შემცდარა, რომ დაწერა იერემიას წინასწარმეტყველება. შესაძლოა მათი ამ ზოგად ფაქტებს გულისხმობდა, როგორც ზაქარიას მიერ დაწერილი კონკრეტული წინასწარმეტყველების საფუძველს. პილატე, შემდეგი პიროვნება არის განხილული აქ პილატე ბოლო თავებში. პონტიუს პილატე იყო მე-6 რომაელი პროკურორი, რომელიც იუდაში მსახურობდა. ის არ მოსწონდათ ებრაელებს, რადგან ის აკეთებდა ისეთ რაღაცებს, რაც განზრახ არღვევდა მათ კანონს და პროვოკაციებს უწყობდა მათ. ის არ ერიდებოდა ადამიანების მოკლას თავისი მიზნების მისაღწევად. ამას ჩვენ ლუკას სახარების მე-13 თავში კითხულობთ. პილატეს პოზიცია ყოველთვის საკმაოდ საეჭვო იყო ისრაელთან მისი ცუდი ურთიერთობისა და რომის ცვალებადი პოლიტიკის გამო ებრაელთან მიმართებაში. ებრაელმა ლიდერებმა იესოს სამ დანაშაულში დაადანაშაულეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ის დამნაშავე იყო ერიშ შეცდომას შეყვანაში, გადასახადების გადასაგზავნოსა და მეფეთ თავის წოდებაში. ლუკას სახარება 23 თავი გადმოგცეს. ეს ნამდვილად პოლიტიკური ბრალდებები იყო, ისეთი როგორც რომაელ მართველს შეეძლო მოეწონებოდა. პილატემ ყურადღება გაამახვილა მესამე ბრალდებაზე, რომ იესო მეფედ აცხადებდა თავს, რადგან ეს რომისათვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენდა. თუ ის შეძლებდა ამ რევოლუციონერთან სათანადოდ გამკლავებას, პილატე შეძლებდა ებრაელებისათვის თავი მოეწონებინა და ასევე ამავდროულად მისი რომის იმპერატორზეც დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა. შენ ხარ იუდაველთა მეფე, კითხა პილატემ. იესო მას ნათელი პასუხი გასცა. შენ ამბობ. თუმცა იესომ შემდეგ პილატეს კითხვა დაუსვა იმ კითხვებთან დაკავშირებით. ამას ჩვენ უკვე იოანეს სახარება გვივსეს მე-18 თავში. პილატე მეფობაზე რომაული გაგებით ფიქრობდა. თუ ასეა, მაშინ იესო ასეთი მეფე არ არის. იესო მართველს აუხსნა, რომ მისი სამეფო ამქვეყნიური არ იყო, რომ მას არ ყავდა ჯარები, რომ მისი მიმდევრები არ იბრძოლებენ და არ იბრძოდნენ მისთვის. პირიქით, მისი სამეფო ჭეშმარიტი სამეფო იყო, სულიერი. ამ საუბარმა პილატე დაარწმუნა, რომ იესო საშიში რევოლუციონერი არ ყოფილა.
მე ვერ ხვედა მაშინ დანაშაულს. ეს იყო პილატეს გადაწყვეტილება, მაგრამ იუდეველი მმართველები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ პილატეს იესო ისევ დაეგმო. მათ გაიმეორეს თავიანთი ბრალდებებით და როდესაც აყვირდნენ, ახსენეს, რომ იესო თურმე გალილეიდან ყოფილა. როდესაც პილატემ ეს გაიგო, მან დაინახა გამოსავალი თავისი დილემიდან გამოსასვლელად, რადგან გალილეა ჰეროდეს იურისდიქციაში იყო. შესაძლებელია, რომ ჰეროდე უკმაყოფილო იყო პილატეთი, რადგან პილატემ ჰეროდეს ზოგიერთი მოქალაქეც დასაჯა. ისევ ლუკას სახარების მე-13 თავში ვკითხულობთ ამას ჩვენ. ეს პილატესთვის შესაძლებლობა იქნებოდა, რომ შერიგებოდა ჰეროდეს. მათ ეს არ ჩაუწერია ჰეროდეს ანტიპას წინაშე გამართული სასამართლოს პროცესი და ამას ჩვენ უკვე ლუკას სახარება გვიყვება 23 თავში. ჰეროდე იყო ის, ვინც მოკლა იონე ნათლისმცემელი და იესოს მოკლით დაემუქრა. ისევ ლუკას სახარების მე-13 თავში ვკითხულობთ ამას. იესო ჰეროდეს წინაშე დუმდა, რადგან ჰეროდემ ღვთის ხმა ჩაახშო. მეფეს მხოლოდ იესოს დაცინვა და პილატესთან უკან დაბრუნება შეეძლო. თუ პილატეს პრობლემისაგან თავის დაღწევა სურდა, ის იმედგაცრუებული დარჩა. თუმცა ამ მანევრმა ორ მმართველს შორის დავა შეწყვიტა. პილატეს სურდა პრობლემის მოგვარება, მაგრამ იესოსთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილის მიღება მას არ უნდოდა. როგორც რომაელი მმართველი მას კანონის დაცვა ევალებოდა, მაგრამ როგორც პოლიტიკოს მან იცოდა, რომ ხალხთან ურთიერთობა უნდა კეთილი ქონოდა მას. პილატეს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აიძულებდა მას კიდევ ერთი გადაწყვეტილის მიღება, სანამ საკუთარი თავის არიდებას ტყვედ არ ჩავარდებოდა ის. მან იესოს კიდევ ერთხელ დაუსვა კითხვები, მაგრამ ამჯერად მან არაფერი უპასუხა მას. პილატეს კიდევ ერთი გეგმა ჰქონდა, ის პატიმრის განთავისუფლების ტრადიციას მიყვებოდა. უცნობი პატიმრის არჩევის ნაცვლად პილატემ განზრახ აირჩია ყველაზე ბოროტი ცნობილი პატიმარი ბარაბა. ეს კაცი ყაჩაღი და მკვლელი იყო, მარკოზი გვეუბნება ამას მე-15 თავში. პილატეს ეგონა, რომ ხალხი ბარაბას უარყოფდა და იესოს გაათავისუფლებდა, რადგან ვის სურდა ჟარდებული მკვლელის ავაზაკის გარეთ გაშვება საზოგადოებაში, მაგრამ პილატე დიდად შეცდა. მიუხედავად იმისა, რომ იესო ამოტყოფობის განკურნებითა და კუტრების აღდგომითაც ემსახურებოდა ხალხს, ხალხმა მაინც ზურგი აქცია და მკვლელი ბარაბა აირჩია და ის გაათავისუფლებდა პილატეს. პილატემ გააცნობიერა, რომ არეულობა მზადებოდა და ამის დაშვება არ შეიძლებოდა. სწორედ ის, რისი თავიდანაც აცილებას სურდა მმართველებს, ეს იყო არეულობა პასექის დღესასწაულზე. პასექი მოდიოდა ამას მათეს სახარების 26 თავის მე-5 მუხლში წავიწყდა. მათ მოიფიქრეს, რათა პილატეს მოქმედება აეძულებინათ. მმართველმა იმოქმედა მხოლოდ მიზანშეწონილობის გამო და არა პატიოსნების საფუძველზე და სამართლიანობის საფუძველზე. მან გაათავისუფლა დამნაშავე და დაგმო უდანაშაულო კაცი. არადა ეს უდანაშაულო კაცი ხომ თავად ღვთისძე იყო. პილატემ სამი ნაბიჯი გადადგა საკუთარი თავის გასამართლებლად. პირველ რიგში, ხელები დაიბანა და განაცხადა, რომ უდანაშაულო იყო. მეორე, მან ნათლად განაცხადა, რომ იესო სამართლიანი ადამიანი იყო, ანუ სიკვდილის ღირსი არ იყო. მესამე, მან შესთავაზა იესოს დასჯა და შემდეგ მისი გათავისუფლება, მაგრამ მმართველები არანაირ კომპრომისს არ დათანხმდნენ. და ბოლოს რელიგიურმა მმართველებმა გამოიყენეს ერთადერთი იარაღი, რომლის წინააღმდეგ პილატეს დაცვა უკვე აღარ შეეძლო. თუ ამ კაცს გაანთავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ ახარ. ყველა ვინც თავს მეფედ აცხადებს, კეისარს ეწინააღმდეგება. ამასაც იოანეს სახარების მე-19 თავი ავსებს. ამაზე კი პილატე დანებდა, იესო გააშოლტვინა და ჯვარს აცვა. რადგან ებრაელებს არ შეეძლო დამნაშავის სიკვდილი დასჯა, რომელიც ჩინოვნიკების დახმარება აუცილებელი იყო და პილატემ გასცა ამიტომ ბრძანება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წინასწარმეტყველების შესრულება იყო, ებრაელები ჯვარს არ აცვალდნენ პატიმრებს, ისინი ქვებით ქოლავდნენ და ამ მეთოდს იყენებდნენ სიკვდილის დასაჯელად. ფსალმუნი 21, რომელიც ებრაელმა დაწერა, ჯვარცმის ნათელი სურათია. მე-16 მუხლი. რადგან გარშემო მეხვიენ ძაღლები, ბოროტო მოქმედა ხროვა წრედ შემომერტყა, ხელფეხი განმიგმირეს. ფსალმუნი 21:16. იესო ჩვენთვის წყევლად იქცა, რადგან წყეულია ყოველი ვინც ძელზე კიდია. გალატელთა წერილი 3:13 და ეს აღებულია მეორე რჯულიდან 21 თავის 23 მუხლიდან. მაგრამ ღმერთი მაინც მოქმედებდა თავის ღვთაებრივი განზრახვების შესასრულებლად. პილატე მიცოდა რა იყო სწორი, მაგრამ უარი თქვა და არაფერი გააკეთა სამართლიანობის დასაცავად. ის მზად იყო ხალხისათვის ეს სიამოვნები და მარკოს სახარება 15:15. იუდა ეშმაკს დაყვა თავის დიდ სოდვებში, იოანეს 13:2-27, პეტრე ხორცს დაყვა და დანებდა და შიში შეუვიდა და ამის გამო მან უარყო თავისუფალი,
მაგრამ პილატე სამყაროს დამორჩილდა და ხალხს მოусვინა. პილატე მარტივ გზას ეძებდა, მაგრამ არასწორს და ის ისტორიაში შევიდა როგორც ადამიანი, რომელმაც იესო ქრისტე დაგმო. მადლობა მოსმენისათვის.